ძინა კვერნაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ სიღნაღში მისი ბიუსტის დადგმის ცერემონიითა და კომპოზიტორის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა. ბიუსტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და სიღნაღის მერიის ინიციატივით დაიდგა. ძინა კვერნაძის შემოქმედებით საღამოზე კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები ქართულმა მომღერლებმა სიმფონიურ ორკესტრისა და გუნდის თანხლებით შეასრულეს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ნიკა ნიკვაშვილია. დაგითხრათ, რომ ჩემს გვერდით იყვნენ ორკესტრი, გუნდი, სოლისტები, ყველა ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, მუსიკოსების, ვისაც ყველა გვაერთიანებს ბიძინა კვერნაძის მუსიკის სიყვარული, მისი შემოქმედების და მან დაგვიტოვა საოცრად დიდი მემკვიდრეობა მუსიკალური, რომელიც მე მგონია, რომ ეს თაობებს არასდროს არ დასრულდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხატო სიღნაღის საზოგადოებას ასეთი გულთბილი მიღებისათვის, ბიძინას ასეთი ძალიან დაფასებისათვის, არ ვიცი რამდენად იმსახურებს, მაგრამ ბოლო შემთხვევაში თვითონ ძალიან უყვარდა აქაურობა და აქაურ მუნიციპალიტეტს მესეურებს, თქვენი ქალაქის მესეურებს, რომლებმაც დიდი შრომა გაასწიეს. ბიუსტის გახსნა შედის აი ამ ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებშია და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ბიძინა კვერნაძე, რომელიც ჩვენთვის საამაყო ადამიანია და არა მარტო ჩვენთვის სიღნაღელების, არამედ მთელი საქართველოსთვის ჩამოვიდა ჩვენთან სიღნაღში, დარჩა და აღარასოდეს აღარ წავა აქედან, სულ იქნება ჩვენთან. სწორია, რომ ასეთ ადგილებში, ასეთ სახელოვნებო ქალაქია სიღნაღი და უნდა იყოს აქ ბიძინა კვერნაძის კვალი, რომელიც არაჩვეულებრივ მოქანდაკეს მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირსეული საქციელია ნიკა ბატონ ბიძინას მოსწავლე იყო, ბატონმა ბიძინამ საქართველოს დაუტოვა ისეთი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ნამდვილად უნიკალური და გამორჩეულია. მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცოს სიღნაღს და სიღნაღელებს, რადგან დღევანდელი დღით ამ ბიუსტით, რომელიც დღეს სიღნაღში გაიხსნა ბატონი ბიძინა კვერნაძის ბიუსტი, ხელახლა დაუბრუნდა სიღნაღს ბატონი ბიძინა და ზუსტად ასეთი ღონისძიების ამ ფესტივალით არის შესაძლებელი, რომ მსმენელს, ქართველს და არა მხოლოდ ქართველს კიდევ ერთხელ გაუთმოს გული. დღეს არის საუკეთესო დღე, იმიტომ რომ აღინიშნა ისედაც ყველა ყოველ დღე შეიძლება აღინიშნოს ბიძინა კვერნაძის მუსიკა, მაგრამ დღევანდელ დღეს რომ გაიხსნა ფესტივალი, ეს ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოსთვის და დღეს რომ მე დამანჯილდებს, ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, ბევრი დიდი დრო მე ბიძინასთან ერთად მაგ გატარებული.